მოგესალმებით დადგა სამშაბათ საღამოს 9:30 მეგახლავართ გიორგი დარასელია. მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი. ყველა ის ადამიანი, ვინც გაჭირვებასაშინ არის, პატიმრები და ჯარისკაცები და რა ვიცი, ყველას ვისაც ჩვენი მოკითხვა გახარებთ, უყურებთ, კითხულობთ ხოლმე, რაღაც ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვო და მინდა ძალიან განსაკუთრებით რაღაც დასავლეთი მინდა გავახარო, იმიტომ რომ მამა ილია რო ყავს ხოლმე სტუმრად, დასავლეთიდან ძალიან ბევრი წერილი მოდის ხოლმე და ძალიან ბევრ კარგს და სიკეთეს წერენ ხოლმე. მთლიანად საქართველოს, მაგრამ დასავლეთი ძირითადად აქტიურობს ხოლმე და მინდა რომ გაგახაროთ არქიმანდრიტი ილია თოლორაია ყავს სტუმრად, მამა ილია დაგულოცეთ თუ შეიძლება. ლოცოს თქვენი მსმენელი. დიდი მადლობა მამაო, მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის და მამაო ესეთი თემა შევარჩიეთ, რაც ჩვენ არ ქონია არასდროს და ძალიან გვიხარია, რომ აი თქვენ ხართ ამ თემასთან დაკავშირებით, ამის რაღაცა წარმოდგენი და ესე რაღაც განმარტებას ამ თემასთან დაკავშირებით თქვენ გთხოვთ ადამიანი და წმინდანობა, საერთოდ როგორ უნდა გახდეს ადამიანი წმინდანი, ან საერთოდ რას ნიშნავს წმინდანობა? ხო, წმინდანობის თუ რას ნიშნავს საერთოდ წმინდანი, ჩვენ ამის სახეს ვხედავთ პირველი წმინდანთა ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ბიბლიის მიერ, სადაც წმინდა ადამიანების ცხოვრება აღწერილი და იქ ვხედავთ თუ ეს ადამიანები როგორ შრომობდნენ, როგორ ცხოვრობდნენ იმისთვის, რომ ქრისტეს მიმსგავსებოდნენ და ამის შედეგად რომ ეს ადამიანები გახდნენ წმინდანები. საერთოდ წმინდანობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი იმის, რომ ქრისტეს მიემსგავსოს, რომელსაც აქვს სურვილი იმის, რომ იყოს ღმერთივით წმინდა, ეს რამდენადაც ადამიანს შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ესეთი ადამიანი თავისი ამ ცხოვრებით, თავისი შრომით მიახლება ღმერთს და ესეთი ადამიანი ხდება წმინდანი. საერთოდ, როდესაც ვამბობთ წმინდანებზე და წმინდანობაზე, აუცილებელია კარგად გამოვიძიოთ ის თუ როგორ გახდნენ ადამიანები წმინდანები და რა არის საერთოდ სიწმინდის ყველაზე მთავარი ნიშანი. ჩვენ ვიცით რომ არსებობს 4 მარხვა. ეს არის შობის მარხვა, ეს არის აღდგომის, პეტრე-პავლობა და მარიამობა. პირველი 2 მარხვა, შობა და აღდგომა მიეკუთვნება ქრისტეს. შობისთ ქრისტე ღმერთი განკაცდა, მოევლინა ამ სამყაროს დაიბადა, აღდგომით კიდევ ეს არის იზეიმი დღესასწაული, როდესაც ქრისტე აღსდგა, ჩავიდა ჯოჯოხეთში და აღსდგა. ეს 2 მიეკუთვნება ქრისტეს და მეორე 2 უკვე პეტრე-პავლობა და მარიამობა მიეკუთვნება ადამიანს. ანუ ეს 2 ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, პეტრე-პავლე გამორჩეული 2 დიდი მოციქული და მეორე უდიდესი ადამიანი, უწმინდესი, რომელიც არის წმინდა მარიამ ღვთისმშობელი. ამათ სახელზე ეს 2 მარხვაა. და მთავარი ის არის, რომ აი დღესასწაულზე თვითონ პეტრე-პავლობის დღესასწაულზე თუ რომელი სახარება იკითხება და მარიამობას რომელი სახარება იკითხება დღესასწაულზე, ამით ზუსტად ხედავთ ის თუ ეკლესიამ რა დაინახა ამ ადამიანებში ის მთავარი, რის გამოც არიან ეს ადამიანები ესე ამაღლებული. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე იკითხება სახარება სამოციქულოდან იკითხება პავლეს ადიდებლად, ანუ პავლეზეა საუბარი და სახარებაში პეტრეზეა საუბარი. სამოციქულოში იკითხება რომ პავლე მოციქული ამბობს თუ როგორ ამაღლდა ის მესამეცამდე და როგორ იხილა ის დიდი ნეტარება, რომელიც არის სიტყვით გამოუთქმელი, რომელსაც ყური ვერ მოისმენს, რომელსაც თვალი ვერ დაინახავს. ანუ როგორ იხილა მან ღვთაებრივი დიდება, როგორ იხილა მან ზეცა. და პეტრე მოციქულს ადიდებლად, პეტრეს ადიდებლად და პეტრეს გამოსავლინებლად თუ როგორი ვინ იყო ეს და როგორი დიდი წმინდანი, სახარებიდან იკითხება ადგილი, როდესაც მაცხოვარმა წაიყვანა მოციქულები და კითხა მათ, თუ ვინ მგონი ვარო მე ხალხს. და მოციქულებმა უთხრეს, რომ ზოგი ამბობს, რომ იერემია, ზოგი ელია და ესე და მაშინ პეტრე ამბობს, რომ შენ ხარო ძე ღვთისა, ცხოველისა, ცოცხალი ღმერთი. და მაცხოვარი ეუბნება, რომ აი შენ ხარ კლდე და ამ კლდეზასე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. აქ საინტერესო ის არის, რომ ესე იგი ყველაზე დიდი სიწმინდე, ყველაზე დიდი მდგომარეობა ამ 2 ადამიანის, პავლესი და პეტრესი ეს იყო ის, რომ პავლემ ღმერთი იხილა, ზეცა იხილა და პეტრემ კიდევ ღმერთი შეიცნო. საერთოდ ღმერთი შემეცნება, შეიცნო, გაიგო თუ ვინ არის იესო ქრისტე, ეს იგივეა რომ ზეცა იხილო. იმიტომ რომ შემთხვევით არ არის ესე დაკავშირებული. და მეორე მომენტი მარიამ ღვთისმშობელზე რო ვთქვათ, სახარებაში იკითხება მარიამობას სახარებიდან ადგილი, როდესაც მართა და მარიამი მიიპატიჟებენ იესო ქრისტეს და მაშინ მარიამი დაჯდება იესოს ფერხთან, უსმენს ქრისტეს სიტყვებს, მართა ემსახურება.
და მარია როცა მართა განაწყენდება მარიამზე, მაცხოვარზე უბნება რომ უთხარი რომ დამეხმაროსო და მაცხოვარი უბნება რომ მარიამა კეთილი ნაყოფი გამოირჩიაო, ის რაც მას არასდროს არ წაერთმევა და ეს იყო ქრისტეს სმენა. და ეს არის ღვთისმშობლის სიმბოლო, ღვთისმშობლის სახე. მარიამი, როცა მარიამი ჯდება ფეხებთან და უსმენს. აი ღვთისმშობლის დიდებაც ის იყო, რომ ღვთისმშობელი დაწყებიდან პირველი დღიდან, როდესაც ხარების დღე არის და მას ანგელოზი ეცხადება და ეუბნება რომ მასში უნდა დამკვიდრდეს ღმერთი და მის მიერ უნდა განკაცდეს, აი ამ საოცრებას ვერ წუდება. ეს იმდენად დიდი საიდუმლო იყო, რომ ამას ადამიანური გონება ვერ მიწვდებოდა, მაგრამ ღებულობს, უსმენს, ანუ ღვთისგან გამოგზავნილ ანგელოს უსმენს და ღებულობს იმ საოცრებას, ღებულობს იმ საკვირველ ამბავს, რაც მართლა ლოგიკისთვის და ადამიანური გონებისთვის დაუჯერებელია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმენა, ჭეშმარიტების სმენა, ღვთის სიტყვის გაგება და წვდომა, ეს არის ყველაზე დიდი მდგომარეობა. ეს არის ყველაზე დიდი წმინდანებში. აი აქედან და ამის გამო ხდებოდნენ ეს ადამიანები წმინდანები და მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის კიდევ ის, რომ აი რატომ არ არის პეტრე პავლობას აღნიშნული სახარებაში ის მომენტი, როდესაც ვიცით, რომ პეტრეც და პავლეც უამრავ საოცრებებს ახდენდნენ, მკვდრებს აღადგენდნენ, სასწაულებს ახდენდნენ, უძლურებს კურნავდნენ და რა ვიცი, ძალიან ბევრი საოცრებები მოუხდენიათ, მაგრამ დღესასწაულზე იკითხება ზუსტად ის მომენტი, როდესაც მათ ღმერთი იხილეს, როდესაც მათ ღმერთი შეიცვნეს და აი ეს არის ყველაზე დიდი სასწაული, როდესაც ადამიანი ახერხებს თავისი შესაძლებლობები, თავისი სურვილით იმას, რომ ღმერთი შეიმეცნოს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. მამაო, ან წმინდანებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა, რომ ღმერთი ხო არავის არ განასხვავებს, მაგრამ არის რაღაცა საფეხურები, რაღაც ის არის, როცა განსხვავდებიან ეს ადამიანები იგივე წოდებებით, ხო? სიტყვაზე ზოგი არის სალოსი, ზოგს მართალის წოდება, ზოგის მოწამე არის, ხო? აი ეს რითი განისაზღვრება, მამაო და რა არის აი ამ წოდების, აი მანიშნებელი, ან რაღაც აი მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხდება ამ ყველაფრის რაღაცა ბოლოს ამ სახელის დარქმევა თუ რაზე აი ვის გამო აქვს ეს სახელი და როგორ ან მართალი ცხოვრების წესით სიტყვაზე ცხოვრება და იმიტომ დაერქვა მართალი თუ როგორ ხდება ხოლმე მამა იმიტომ ჩვენ გვაქვს ხოლმე აი ჩვენ წმინდანებთან დაკავშირებით ესეთი რაღაცა დამოკიდებულება და რაღაცა მათი ცხოვრება მოგწონს და სულ ვემსგავსებით ხოლმე და მათნაირად მე არ გვიყვარს ხოლმე ცხოვრება და აი რატო ხდება რა სამწუხაროდ აი ეს მომენტი ჩვენში და რატო არის განსხვავებული თვითონ წმინდანები რაღაც წოდებებით ორი კითხვა ერთად დაგისბოდიში საერთოდ ქრისტიანისთვის ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ცუდი დრო არ არსებობს არის დრო შეიძლება ითქვას რომ იყო რთული დრო და არის რთული დრო მაგრამ ეს რთული დროც აი რო დავარქვათ ამ დროს დევნის დრო ესეც კი არ იყო ქრისტიანისთვის ცუდი დრო ამით იმის თქმა მინდა რომ იყო დრო როდესაც დევნა იყო ეკლესიის და ამ დროს იყვნენ და იბადებოდნენ მოწამეები და ადამიანები წმინდანები ხდებოდნენ მოწამეობით და მეორე იყო დრო შვიდობიანობის დრო ანუ როდესაც იყო სიმშვიდე არ იყო დევნა და ამ დროს ეკლესიაში იბადებოდნენ ღირსი მამები ისეთი მამები რომლებიც თავიანთი ცხოვრებით და თავიანთი მთელი მოღვაწეობით იმდენად მოახერხეს საკუთარი თავის განწმენდვა რომ ღმერთს მიემსგავსნენ და ეს იმას ნიშნავს რომ ცუდი დრო არ არსებობს ზოგჯერ ამბობენ რომ აი დღეს ცუდი დროა მაშინ უკეთესი დრო იყო ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის არ არსებობს ესე რო ვთქვათ და ესეთი განსხვავება წმინდანთა შორის აი სახელდებითი რო არის ამხსარებელი არის დიდმოწამე არის მოწამე არის ღვთისმეტყველი ეს თვითონ ესეთი განსხვავებები არის იქედან გამომდინარე თუ ამ ადამიანებმა რა ცხოვრებით იცხოვრეს აი მაგალითად წმინდა გიორგი არის დიდმოწამე იმიტომ რომ მრავალჯერ ეწამა ეს ადამიანი და აი ესეთ ქრისტეს გამო მრავალტანჯულს დიდმოწამე ეწოდა აი თავისი ამ ცხოვრებიდან გამომდინარე არიან ადამიანები რომლებსაც ეწოდათ ღირსი მამები ეს არიან მონაზვნები ბერები რომლებიც მიდიოდნენ უდაბნოებში მონასტრებში და მთელი თავისი ამ ცხოვრებით წმინდა ცხოვრებით შრომობდნენ და ღირსი მამები გახდნენ ღირსეული ადამიანები გახდნენ ქრისტეს წინაშე ამასთანავე არის ამხსარებლები ამხსარებლები ნიშნავს აი რო ავიღოთ მაქსიმე ამხსარებელი რომელიც იყო ადამიანი იცავდა ჭეშმარიტ დოგმას ქრისტეზე ჭეშმარიტ სწავლებას და ამის გამო იდევნებოდა და მთელი ცხოვრება ამხსარებლობდა ამ ჭეშმარიტებას მთელი ცხოვრება ამბობდა იმას რომ ქრისტეში არის ორი ნება
ეს არის ღვთაებრივი ნება და ადამიანური ნება. მესამე არის ღვთისმეტყველები. ეს ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიაში საერთოდ არის სამი ღვთისმეტყველი, ეს არის იოანე ღვთისმეტყველი, ქრისტეს მოწაფე, მეორე არის უკვე მე-4 საუკუნეში დიდი მოღვაწე მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი და მესამე არის სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. აი აქ რა განსხვავებაა, ხო, რატო ეწოდა ამ ადამიანებსაც ეს წოდება? იოანე ღვთისმეტყველი, იოანეს ეწოდა გამომდინარე იქედან, რომ ვიცით, რომ იოანეს სახარება გამორჩეულია უფრო მეტად იმით, რომ იოანე მეც საუბრობს ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებაზე. აი მისი სახარების დასაწყისიც ესე იწყება, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღვთისათანა, ღმერთი იყო სიტყვა იგი. ანუ პირდაპირ იწყებს ქრისტეს ღვთაებრივი ბუნებით და პირდაპირ იწყებს ძეღვთისაზე საუბრით და უფრო მეტად ისაუბრა ქრისტეს ღვთაებრიობაზე. ამიტომ ეწოდა მას ღვთისმეტყველი. იოანე მეორე გრიგოლ ღვთისმეტყველსაც, როცა იყო უკვე არიოზის მწვალებლობა და რომელიც ამბობდა, რომ იესო ძეღვთისაზე ამბობდა, რომ ის არ იყო მამის მარადიული ძე, ამ დროს გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს 5 სიტყვას, ღვთისმეტყველურ სიტყვას და ამ 5 სიტყვაში საუბრობს წმინდა სამებაზე. და იმდენად დიდად თქვა და იმდენად დიდად გამოთქვა მან ქრისტე და იმდენად დიდად გამოთქვა სამების საიდუმლო, რომ აქედან გამომდინარე, ხო, აი აქედან გამომდინარე მას მიენიჭა ღვთისმეტყველის წოდება. ისე საინტერესო ისიც არის, რომ როცა გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩადის კონსტანტინოპოლში, მაშინ მთელი კონსტანტინოპოლი ყველგან იყვნენ არიოზელები, მთელი ტაძრები თითქმის არიოზელებს ეჭირათ. და ამ დროს გრიგოლ ღვთისმეტყველი მიდის ერთ-ერთ თავის ნათესავთან, იქ იღებს ერთ-ერთ ოთახს, სადაც აწყობს ტაძარს და აი ამ ტაძარში, ამ პატარა ტაძარში, ამ პატარა ოთახში მან დაწერა ეს 5 სიტყვა. და საინტერესო ის არის, რომ ანუ წმინდანების დიდება და საერთოდ სიტყვის ძალა და ჭეშმარიტების ძალა იმაშია, რომ შეიძლება სულ პატარა ისეთ სამლოცველოში იყო, მაშინ როდესაც ხვებს ძალიან დიდი ტაძრები ეჭიროთ და ამ დროს შენი სიტყვა უფრო დიდი იყოს ვიდრე მათი. იმიტომ რომ ამით არ განისაზღვრება ვინ საფსახურობს და ვინ როგორ არის. საერთოდ ღვთის წინაშე ყველა განისაზღვრება, ყველა ადამიანი გამომდინარე იქიდან თუ ვირაგონებით არის გამგრძნობილი ღვთით. მესამე ღვთისმეტყველი ეს არის უკვე სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. ეს სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც მას ეწოდა გამომდინარე იქედან, რომ სვიმეონმა უკვე აი როგორც იოანე ღვთისმეტყველი საუბრობს ღვთაებრივ ბუნებაზე, რამდენ ღმერთზე, იგივე გრიგოლ ღვთისმეტყველის სამებაზე საუბრობს, უკვე სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საუბრობს ადამიანის და ღმერთის შეერთებაზე. თუ როგორ ხდება ადამიანის განხრთობა და მთელი მისი სწავლებები უფრო მეტად არის აქცენტი იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანის შეერთება ღმერთთან და თუ როგორ მიემსგავსება ადამიანი ღმერთს. აი აქედან გამომდინარე ეს წოდებები საერთოდ, აი რაზეც ვისაუბრეთ, ამხსარებელი, მოწამე, დიდ მოწამე, ღვთისმეტყველი, ეს იქედან გამომდინარე თუ ვირა ცხოვრებით ცხოვრობდა და თუ ვინ რამდენად შეძლო და რამდენად გამოავლინა თავისი ცხოვრებით ქრისტეს შესახებ სწავლება. დიახ, მამო, ამასთან დაკავშირებით მინდოდა კიდე მეკითხა იმ მოსახილე ადამიანები, ხო? საერთოდ სიტყვაზე ვინცა ის ნინო ქვია, ვიღაცას გიორგი ქვია, ვიღაცას ავიცი დავით და ასე შემდეგ. უნდა ცხოვრობდნენ თუ არა, უნდა იცოდნენ თუ არა მათი ცხოვრების წესი, ვისი სახელიც ქვია და თუ არ იციან სიტყვაზე ვერ ერკვევიან და რაღაცა, რამდენად არის ეს ცოდვა, იმიტომ რომ ეხა ადამიანი ცხოვრობ რაღაცა და რამდენად კიდე მეორე საკითხი კიდე ამასთან დაკავშირებით, რამდენად მისი ცხოვრების მსგავსად ცხოვრებს შენ. აი თვითონ ადამიანი არის, რომ აი სიტყვაზე აი ვიღაცას ქვია სიტყვაზე გიორგი და როგორც გიორგის სიტყვაზე გაიარა ამდენი რაღაცა ტანჯვა და უბედურება, შეიძლება რომ თუ მოინდომებ შენ იმ ნაღდ გიორგობას, შენც გაიარო ის გზა სიტყვაზე. აი თუ შეიძლება თუ ერთი ადამიანი მაინც არის წმინდანი, აი რო ავიღოთ მთელი ეკლესიის ისტორია, მთელი ქრისტიანობის ისტორია და აქ რო ხედავდეთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის წმინდანი, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენთაგან შეგვიძლია გავხდეთ წმინდანები. იმიტომ რომ ყველა ადამიანი ატარებს ერთ ადამიანურ ბუნებას. ჩვენ არ განსხვავდებით ერთმანეთისგან ადამიანური ბუნებით. ჩვენ არ განსხვავდებით ერთმანეთისგან იმით, რომ ყველა ერთ მიწაზე ვცხოვრობთ, ყველასთვის ერთი ქრისტე არსებობს და
თუ ერთი წმინდანი არა და ვიცით რომ მთელი ქრისტიანობის ისტორიაში და მთელი ეკლესიის ისტორიაში ათასობით და 10,000 წმინდანია. ეს უკვე გვაძლევს იმის სურვილს და იმის შესაძლებლობას, რომ თითოეულ ჩვენთაგან შეგვიძლია გავხდეთ წმინდანები. და საერთოდ ადამიანის ქრისტიანის ცხოვრება და ქრისტიანული ცხოვრების აზრი ის არის, რომ გავხდეთ წმინდანები, ანუ მივემსგავსოთ ღმერთს და რაც შეიძლება მეტად განვიწმინდოთ საკუთარი თავი. ნათლობის დროს, როდესაც ადამიანი ინათლება, მას არქმევენ წმინდანის სახელს, რომელიც იქნება მისი მფარველი. აი მაგალითად თუ ინათლება ადამიანი და არქმევენ გიორგის, ან ნინოს, რა ვიცი, ნიკოლოს, რომ ამ წმინდანთან ამ ადამიანს კონდეს განსაკუთრებული კავშირი. როგორც ასეთი საერთოდ წმინდანი, თუ ვიტყვი წმინდა ნიკოლოზი, ყველა ადამიანს ეხმარება. საერთოდ წმინდანისთვის არ არის ადამიანი გამორჩეული, არ არის ისე რომ წმინდანი ერთ ადამიანზე მეტად ზრუნავს და ერთი ადამიანისთვის მეტად ლოცულობდეს ვიდრე მეორე ადამიანისთვის. ესე არ არის. წმინდა ნიკოლოზი ყველასთვის ლოცულობს და ნებისმიერი წმინდანი ესეა, მაგრამ თვითონ ამ ადამიანისთვის, ვისაც მისი სახელი ერქმევა და ადამიანი რომელმაც იცის რომ აი დღეიდან ის არის მას ქვია წმინდა ნიკოლოზის სახელი, აი ეს ადამიანი უკავშირდება განსაკუთრებით ამ დროს ამ წმინდა ნიკოლოზს და ამიტომ არის ესეთი განსაკუთრებული კავშირი ამ წმინდასა და ამ ადამიანს შორის. რომ ამ ადამიანმა იცის რომ აი მისი მფარველი წმინდა ნიკოლოზია, წმინდა გიორგია, წმინდა ნინოა და აი აქედან გამომდინარე მისი ეს განსაკუთრებული კავშირი წმინდანთან მიმართებაში მას ეხმარება იმაში რომ იცხოვროს მანაც ესე წმინდად. და საერთოდ თუ შენ წმინდანის სახელს დაგარქმევენ, თუ მოინათლები და ამის შემდეგ იცი რომ ესა და ეს წმინდანი შენი მფარველია, მაგრამ შენი მცხოვრებით არ ცხოვრობ და არ მისდევ იმ გზას, რა გზითაც მან განვლო მთელი ცხოვრება, მაშინ მისი წმინდანობა შენ ვერ შეგეწევა. იმიტომ რომ ვიცით სახარებიდან რომ ქრისტე ვერ შეეწია იუდას, მაშინ როდესაც იუდას არ უნდოდა. თუ ადამიანს არ უნდა თვითონ ცხონება, თუ თვითონ ადამიანს არ უნდა იცხოვროს იმ წმინდა გზით, რომელი გზითაც და როგორი გზითაც წმინდანი ცხოვრობდა, ამ დროს წმინდანი არ დაეხმარება, არ არის, ვერ დაეხმარება. იმიტომ რომ თვითონ ამ ადამიანს არ უნდა წმინდანობა და ესე დროს ესე რომ ვთქვათ, მხოლოდ ის რომ მას წმინდა ადამიანის სახელი ქვია, მას ვერ უშველის. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო, თუ შეიძლება მობილურით რეკამენ, ალბათ რაღაც ისე ერთ შემოუშვათ 2 წამით გისმენთ, თუმცა თემას არ გაცდეთ, თორე გისმენთ? დამუჩეთ, მამაო. ღმერთმა დაგლოცოთ. უღმესი მადლობა. თემას ვწოდები, მაგრამ ძალიან მინდა თქვენ რომ გააკეთოთ ეს განმარტება მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. კარგით, მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით და მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ესე 5 წუთში არ აკეთებენ, იმიტომ რომ ეს წმინდა მამებმა ვერავინ ჯერ არ არის განმარტებული, ხო, რაღაცა 1-2 მამას თუ აქვს ისე განმარტებული და ასე რომ სამწუხაროდ ამ თემასთან დაკავშირებით რო გექნება, მე შეგვიძლია რომ გიპასუხოთ. მამო, თუ შეიძლება აი კიდე ამ წმინდანებთან დაკავშირებით ბოდიშვიხდი აი ეს მომენტი მინდა რომ გავითვალისწინოთ, აი ჩვენთან მაგალითად არის ახალი წმინდანები არიან შემოტევებული ამ ბოლო ხანებში, რომლებაც ერი გამოაცოცხლეს. აი ერი რაღაცნაირად აი იძინებდასავით სულ მოწყენილი ადამიანები რაღაცა და მე ეს ადამიანები შემდეგ აი მამა გაბრიელის აღიარების შემდეგ, აი როცა წმინდა სინოდმა მისი ხატი გამოსცა და ესეთი ამხელა ის აჟიოტაჟი მოყვა, როგორ აჟიოტაჟი ბჭყალებში, ანუ სიხარული და სიკეთე მოყვა და ამ ადამიანების ნათელი სახეები ვნახე და როგორი ისა. ეს მომენტი, მამაო, ახასიათებს ადამიანს და სულ აქვს ხოლმე, რომ რაღაც აი თვითონ არ სწორდება, თვითონ არ უნდა რომ რაღაცა სწორი გზითია, რომ სადღაც გაიგებს, რომ სიტყვაზე წმინდანის რაღაცა ფაჩუჩი არის, გადის. და რაღაცა ის უნდა რომ გადააბაროს იმას, თავისი ცხოვრება მიყავს იგივე გზით. ყველა ადამიანი ესე ვარ, მეც ესე ვარ, მამაო, რომ სიტყვაზე არ მინდა გამოსწორება, ჩვეულებრივად დავდივარ და იქ სადღაც გავიგებ, რომ დედა ქსენია პეტერბურგელის რაღაცა ჩამოვიდა წმინდა ნაწილი, იქ მივდივარ, რომ აი ის დამეხმაროს, მაგრამ ელემენტარული ის არ მინდა რომ სიტყვაზე ჩემი ცხოვრების წესით გამოსწორდი და ვიყო ისეთივე, როგორც მას უნდოდა რომ მოვიდეს და მართლა დამეხმაროს, ხო? აი ეს როგორ ხდება ხოლმე, მამო, იმიტომ რომ იქ აი 2 მილიონი, 3 მილიონი ადამიანი ამოვიდა მამა გაბრიელის იმაზე, მაგრამ რამოდენიმეს თუ აუსრულდა ის, რაც სურდა. იმიტომ რომ წესი იგივე ცხოვრების გააგრძელეს, სიტყვაზე ის მე ხა ჩემი განსაკითხი არ არის, მაგრამ ცუდი ცხოვრების წესი გააგრძელეს, არა ეკლესიური, არა მარხვა, არა არაფერი და იქ სურვილები ჩაყარეს, დაწერეს ფურცელზე ზოგმა ის დაადო რაღაცა და წაიღო სახში და ვითომ ამას გონია რომ რაღაცა ამით გამოსწორდება. აი ეს როგორ ხდება, მამო? თუ შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანები ესე ვართ ბოდიშვიხდი, აი კიდე აი კითხვას დავასრულებ, რომ აიცი რა გჭირს, მამო, სხვის ხაძზე გვიყვარს რაღაცის კეთება.
ანუ აი მივაბარე მე, იმიტომ რაც მე ბოლოს სასულ წაკვეთამდე მივყავართ, იმიტომ აი წმინდა ნიკოლოს მეთხოვე და არ ამისრულა როგორ ეს. იმიტომ რომ აი რაღაცა თუ შეიძლება აი იმის განმარტება, რამდენად სწორად დავსვი კითხვა არ ვიცი, მომავალ თუ შეიძლება. საერთოდ როცა ლოცულობთ ადამიანები ხო წმინდანების წინაშე და ვთხოვთ მათ მიუხებად, პირველი გასარკვევი ის არის თუ რას ვთხოვთ ჩვენ მათ და ჩვენი ლოცვის აზრი უნდა გვესმოდეს. არის ერთი საინტერესო რამე სახარების შინაარს თუ დავაკვირდებით, აი თავიდან ქრისტე კურნავს ადამიანებს. არის რომ ბრმა განკურნა, ვიცით, არის რომ მასთან მიიყვანეს კეთროვანი და კეთროვანი განკურნა, განღვეული განკურნა, 5000 კაცი, რომელსაც პური შიოდა, პური აჭამა, მკვდარი ლაზარე აღადგინა. ანუ ეს აუცრებები მოახდინა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ლაზარე, რომელიც ქრისტემ აღადგინა, ის ლაზარე ისევ მოკვდა. ბრმა, რომელიც ქრისტემ განკურნა, ის ბრმა, სიკვდილის დროს, როცა ის მოკვდა, ისევ დაბრმავდა. ის განღვეული, რომელიც სხეულით იყო ავადმყოფი და ფეხზე ვერ დგებოდა, ისე სიკვდილის დროს საერთოდ ფეხიც კი წაერთვა. აქედან გამომდინარე, ქრისტე მოახდინა ეს ასწაულები, მაგრამ აი რატომ მოახდინა აზრია დასანახი. თუ ლაზარე აღადგინა, მაშინ ლაზარე რატომ მოკვდა? თუ ბრმა განკურნა, ის მერე რატო დაბრმავდა, ხო? 5000 კაცი დააპურა და ამ 5000 კაცს მეორე დღეს ისევ მოშივდა. აქ საინტერესო ის არის, რომ ქრისტე თავიდან ამ სასწაულებს ახდენს, იმიტომ რომ ადამიანებმა მის ირწმუნონ, იმიტომ რომ დაიჯერონ, რომ ის არის ღმერთი. ის არის შემოქმედი სამყაროსი და ის არის კაცობრიობის შემოქმედი და როცა დაიჯერეს ადამიანებმა და ბევრი გაყვა ქრისტეს, აი ამის შემდეგ უკვე რო დავაკვირდებით უკვე სახარების დასასრულს. აი უკვე ქრისტეს აუცრებებს არ ახდენს, ესეც სასწაულებს არ ახდენს. უკვე განცხადებულად მიდის სწავლება იმაზე, რომ ქრისტე ამ ქვეყნად მოვიდა არა იმისთვის, რომ აქ ადამიანები განკურნოს და აქ ადამიანები დააპუროს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანებს ზეცისკარი გაუღოს და დაანახოს ის თუ რამდენად დიდია ზეცა და თითეული ჩვენთაგანისთვის რომ იყოს გახსნილი და დასანახი ის, რომ არა აქაურები ვართ, არამედ ზეციურები ვართ. აი ესევე იგივე, როდესაც წმინდანის მიმართებაში ვლოცულობთ, აი ჩვენ ვიცით, რომ წმინდანთან ნაწილებით, საერთოდ წმინდანებთან საფლავთან მისულით, ბევრი ხორციელი ავადმყოფი განკურნებულა და მართლა მომხდარა ესეთები და ხდება კიდეც. და ეს არის არა იმიტომ თავარი, რომ ეს არის თავარი, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ირწმუნოს ამ წმინდანობის ის წმინდა ცხოვრება და ის წმინდა გზა, რა გზაც იყო მისთვის ყველაზე მთავარი, ეს იყო ქრისტესთან შეერთება. დასაწყისში გასაგებია, მაგრამ აი ადამიანი მიხვიდე წმინდანთან და თხოვო ხორციელი კურნება და ამის შემდეგ გადის დრო და ისევ ხორციელ კურნებას თხოვდა, საერთოდ სულიერი გავიწყდება არ არის სწორი. ესეც აქაც ქრისტე თვითონ აი მამაოჩვენოს ლოცვაში მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება, რომ ითხოვეთ ჩემგან პურიც, პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. ანუ ის რომ მიხვიდე წმინდანთან, ის რომ ღმერთ შეევედრო ხორციელი ის რაც გჭირდება მიწაზე და ის რაც შენთვის აუცილებელია, შეიძლება თხოვო, მაგრამ როცა ხდება აქცენტი იმაზე, რომ ზეცა გავიწყდება და არა და მხოლოდ მიწიერს ითხოვა, ეს უკვე არ არის სწორი ლოცვა და სწორი დამოკიდებულება წმინდანთან და თუ წმინდანთან მიდიხარ, იმიტომ რომ წმინდანი შეგეწიოს და გაგაგებინოს ის თუ ის თვითონ როგორ გახდა წმინდანი, აი ეს არის ყველაზე დიდი და ერთი საინტერესო ის არის, აი წმინდანინოს ტროპარში ჩვენ ვკითხულობთ, რომ არის ესეთი სიტყვები სული საწმინდისა ქნარო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. აი სული წმინდის ქნარო, ეს ქნარი ნიშნავს საკრავს და ამ ტროპარში კარგად არის ნაჩვენები ის თუ წმინდანი ვინ არის. წმინდანები და წმინდანინო იყო სული წმინდის საკრავი, ანუ ღვთის საკრავი იყო. ეხა მაგალითად რო ავიღოთ კარგი მუსიკოსი, რომელსაც კარგი საკრავი აქვს. აი ამ საკრავით მეშვეობით ის გადმოსცემს თავის მუსიკას. მაგრამ აი ცუდი საკრავის მეშვეობით ის უკვე თავის იმ მუსიკას რაც მას შიგნითაა, ამას ვერ გამოსცემს. აი ესევე ღმერთს წმინდანი ჭირდება იმისთვის, რომ ღმერთმა ამ წმინდანის მეშვეობით გამოავლინოს ის თუ ვინ არის თვითონ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ წმინდა მამების სწავლებებიდან და წმინდა მამათა ცხოვრებებიდან ხედავთ იმას თუ ვინ იყო ღმერთი და როგორი დიდი იყო ღმერთი. ამიტომ წმინდა ადამიანი ეს არის სული წმინდის საკრავი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი გვეცხადება და მაშინ ჩვენც როცა მივდივარ წმინდანთან, აუცილებლად უნდა ვთხოვდეთ იმას, რომ დაგვეხმაროს იმაში, რომ ჩვენც გავხდეთ სული წმინდის და ღვთის საკრავები. ერთი რამეა საინტერესო, რომ გრიგოლ ნოსელსა ესეთი სწავლება და ამბობს, რომ აი ავიღოთ რამდენიმე ჭურჭელი.
და ერთში ესხას ზეთი, მეორეში მარილი და მესამე იყოს წმინდა, ანუ სუფთა ჭურჭელი. თუ სამივეში ჩავასხამთ წყალს და მე ამ ჭურჭლებიდან მიიღებენ ადამიანები იმ წყალს, წყლის გემო იცვლება, ხო? იქ როცა იყო ჭურჭელი, სადაც მარილი იყარა, იმან უკვე გემო შეცვალა წყლის. აი ესევე როცა რომელშიც ზეთი ესხა, იმას შეცვალა, მაგრამ აი წმინდა ჭურჭელი, სადაც რომელიც წმინდა იყო, აი მისგან იმ წყალს ისեղებულობ, როგორიც თვითონ ის წყალია. ამით წმინდა მამა იმას ამბობს, რომ საერთოდ ადამიანების მიერ როცა ადამიანები მიდიან ღმერთთან და შემდეგ ღმერთს გადაგებენ, მათ მიერ ჩვენ გებულობთ ღვთის შესახებ სწავლებას და აი მაგალითად არიოზი, რომელიც იყო ერთ-ერთი მღვდელი და გამორჩეული და თავის დროს და გადაგებდა და რა ვიცი, თითქმის მთელი საუკუნე არია და მის გამო მსოფლიო კრება მოეწყო. აი ესეთმა ადამიანმა ღმერთი იმდენად არასწორად გადმოსცა, რომ ღმერთის სინამდვილეში ესეთი არ არის. მაგრამ ამასთანავე გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, რომლებიც ეკლესიის სვეტებად იწოდებიან, იმდენად წმინდა ჭურჭლები იყვნენ ღვთისთვის, რომ ამადგან ღმერთი გამოვლინდა ისეთი, როგორიც თვითონ ღმერთია. სინამდვილეში ხა ეს შედარება ცოტა ისეთია, პირობითი მაინც, იმიტომ რომ როცა შევადარეთ, რომ წყლის გემო იცვლება, როცა ის მარილიან ჭურჭელში ესხმევა, ეხა ესეთ დროს რა თქმა უნდა ღვთის ბუნება და ღვთის ენერგიები და ღმერთი არ იცვლება, როდესაც მაგალითად არიოზის გონებიდან არიოზი ღმერთს გადაგებდა, ღმერთი არ შეცვლილა, მაგრამ მისმა გადაგებამ ძალიან ბევრი ადამიანი დააზიანა. მაგრამ ამიტომ თვითონ როდესაც ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ადამიანს აქვს თვითონ წმინდა გონება და როდესაც ადამიანი თვითონ მიისწრაფვის სიწმინდისკენ, აი ესეთი ადამიანი შემდეგ სწორად ამბობს იმას თუ ვინ არის ღმერთი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო. ერთ ზარს აი მობილური არის მამაო და შემოვიყვანე კი თემას არ გაცდეთ ძალიან, ხო გისმენთ? დავლოცეთ მამაო. ღმერთმა დაგლოცეთ. მე ესეთი მოსაზრება მაქვს სიწმინდეებთან მიეხლებაში, როცა წმინდა ზიარებას ღებულობ ადამიანი. აი, არავით არის სხვა წმინდანი, ეს ფეხსახური ზოგიერთი ხალხი არ დადიან ეკლესიაში წმინდა ზიარებას არ ღებულობენ და მედიან სიწმინდეს ტყვის უშელი. თუ ქრისტესთან არ მიდიხარ, არ ხარ მიფჭალული ქრისტესთან არ ეზიარები, აღსარებას არ ამბობ. ასეთი წმინდანი არ გიშვილის, ჩემი აზრი ესეთია, რა ვიცი. დიახ, მადლობა. მამაო, თუ შეიძლება იმასაც დავაკა, აი, თუ შეიძლება აი ჩემ კითხვასა ძალიან ახლოს იყო ადამიანი და თუ შეიძლება მამაო, აი თუნდაც აი მამა გაბრიელთან რომ მიდიოდნენ, ხა მამა გაბრიელს რამდენი დამცირება აუტანია, დაუთმენია და როგორ უცხოვრია, ხო, როგორ აი მართლა რაღაც ასწავლად, ხო? აი ეს ადამიანები, მამაო, ვინც დადიან სიტყვაზე, ის მამა გაბრიელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა წმინდანი, ხო? იმის აი რო გამოდიან და ელემენტარული იმის 1000-ს რო არ მოითმენენ, რო რაღაცა და მე რომ მიდიან და მასთან რო აი ესე ამაყად განან ემთხვევიან. აი ეს რამდენად მისაღებია მამაო და რამდენად ის აი თუნდაც აი წეღან ადამიანმა რო დასვა კითხვა, ხო? აი იმიტომ რომ ჩვენ ხა წმინდა ნიკოლოზს თხოვთ მაგალითად მოწყალებას, რაღაცა დაგვეხმაროს, რაღაცა და ამ დროს წმინდა ნიკოლოზი ოთხშაბათ და პარასკევს ზესულ არ იღებდა ჩვენ რძის მიღებაზე კი არა, საერთოდ უბრალოდ არც გვახსენდება ზოგს რომ მარხვაა, ხო სიტყვაზე. იქ რომელიღაცა მამა რომელიც ლოცულობდა რაღაც კანონებს კითხულობდა, ხო? ის კანონები საერთოდ არც გვახსოვს და მივდივართ ამ იმასთან. აი ჩვენთან ეგრე ხდება ხოლმე, მამო, იმიტომ რომ რაღაც ანუ და მივდივართ იმასთან რაღაცა თხოვთ რაღაცას და მისი ამ გავსება კი არა, საერთოდ არც ვიცით როგორ ცხოვრობდა და რომე საუკუნეში იყო. აი თუ შეიძლება მამო, აი ეს აი მე არ გვიხდება და რა თქმა უნდა მე რაც მოგდის ეხა მე ეკლესიიდან მიდიან, იმიტომ რომ არ უხდებათ ეს ყველაფერი სამწუხარო, დიახ. საერთოდ ცხონებული ადამიანები შეიძლება ესე ორ ჯგუფად იყოფა, რომ პირველი არიან მართლები, რომლებმაც მთელი ცხოვრება ესე წმინდადი ცხოვრეს, მართალი ცხოვრებიდი ცხოვრეს და ესე თავისი მართალი ცხოვრებით ღმერთს მიუახლოვდნენ, მაგრამ მეორეანი არიან, რომლებმაც თავისი სინანულით ვერ მოახერხეს ესე წმინდა ცხოვრება, მაგრამ ცდელობა, სურვილი ჰქონდათ იმის, რომ წმინდად ეცხოვრათ. და ესეთი ადამიანები აი ამ სინანულით ცხონდნენ. როდესაც ჩვენ საუბრობთ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც მიდიან ტაძარში, მიდიან წმინდანებთან, წმინდა ხატებთან, მიდიან ზიარებას, წმინდა ზიარებას მიახლებიან და ამის შემდეგ ტაძრიდან გამოდიან და უკვე ესე ამაყად, აი თქვენ ახსენეთ სიტყვა რომ ამაყად განან და საერთოდ არც კი აქვს სურვილი იმის, რომ წმინდად იცხოვრონ, ეს ადამიანები რა თქმა უნდა შორს არიან. მაგრამ მეორენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ესე მიდიან, უნდათ წმინდა ცხოვრება, მაგრამ ზოგჯერ ვერ ახერხებენ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ადამიანური ბუნება უძლურია და ზოგჯერ იმას, რასაც ერთი ადამიანი გააკეთებს, მეორე ადამიანი ვერ ახერხებს, ესე არ შესწევს ძალა, მაგრამ თუ ამ ადამიანს აქვს სინანული და
სინანული ნიშნავს იმას, რომ თუ ეს ადამიანი ცნობიერებაში, აზროვნებაში თავიდან ბოლომდე წმინდანს ეთანხმება, თავიდან ბოლომდე ფიქრობს ისე როგორც ფიქრობდა წმინდა ბასილი დიდი, აი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და როდესაც სრულად ეთანხმება მის სწავლებას, სრულად ეთანხმება მისი ცხოვრების წესს, მაგრამ თვითონ ვერ ახერხებს რომ ესე წმინდად იცხოვროს, ეს ადამიანი ამ სინანული ცხოვრდება და ესეთ ადამიანზე ვიტყვით, რომ გონებაში წმინდანია, ცნობიერებაში წმინდანია, მაგრამ ცხოვრებით ვერ მოახერხა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები აი ამ სინანული ცხონდებიან და ეს სინანული გადაარჩენს მათ და აი მთავარი არის დამოკიდებულება როგორი გვაქვს საერთოდ სიწმინდესთან მიმართებაში. როდესაც გვაქვს ისეთი, რომ მივიახლებით სიწმინდეს და იქედან გამოსულები ამაყრები ვართ, რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ როდესაც მივიახლებით სიწმინდეს და მას შემდეგ რაღაც უძლურებიდან გამომდინარე, სისუსტიდან გამომდინარე, რაღაც ისეთი დაგვემართოს, რაც არაქრისტიანულია და არ არის სწორი, მაგრამ ამას ვნანობთ ისევ და ისევ გვინდა რომ სიწმინდეს მივიახლოთ იმისთვის, რომ ეს სიწმინდე შეგვეწიოს ჩვენ და დაგვეხმაროს, ამ დროს სწორია ესეთი დამოკიდებულება და ესეთი იმით, რა ვიცი, ღმერთი შეეწიოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ცდილობა იმის, რომ ესე ღმერთს მიაახლოს და ღმერთი დაინახოს. დიახ, მამო, ძალიან დიდი მადლობა ესეთ ლამაზი ახსნისათვის და მამო, თუ შეიძლება იმასთან დააკავშირებთ, კი, ჩვენთან მაგალითად არიან ძალიან აი ადამიანებს, ეხლა ჩვენ რაღაც არის საქართველოში ცხოვრები ადამიანი, რაღაც სულ სწრაფია, ყველაფერი რაღაც აი უნდა რაღაცა თავისი წესით, რაღაცა სწრაფად ისე და ჩვენთან აი პოპულარული არის სულ ისეთი წმინდანები, რომლებსაც აი ღვთის მოწყალება იყო ძალიან ისე, ეხლა მაგალითად ავაზაკი, მაგალითად არც ერთ აი სხვა ქვეყანაში ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ჩვენთან, რომ იმიტომ რომ რაღაცა უცბად ხონდა ადამიანი მთელი ცხოვრების წესი არ იყო მისი მართალი წესით ცხოვრება, რა თქმა უნდა და უცბად ჯვარზე გაკლუნა, კი, კარგი არის და წმინდანია, მაგრამ აი ჩვენთან მამო, აი ესეთი რაღაცებია, უცბად აი რაღაცა რომელიღაცა წმინდანი მატერიალურად გეწევა და აი ეს არის პოპულარული რაღაც, აი ანუ ადამიანი რაღაცნაირად ისეთი ის არის, ადამიანი მაინც სოდვილია, რაღაცა უნდა რომ გამოძრეს, რაღაცა აი იაფად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. ის არ უნდა რომ სიტყვაზე ხა ბასილი დიდი არავინ არ დარწმუნებულია რომ ბევრმა არ იცის ხა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება ბევრმა არ იცის ხო მაგრამ ის იციან რომ ავაზაკი უცებ მთელი ცხოვრება ავაზაკობდა და 5 წამში რაღაცა ცხონდა კი კარგი არის აი ეს მომენტი მამო რატო არის ყველა ადამიანი ეგრე არის ხა ჩემთვისაც უპირატესი ის არის რომ რაღაცა მკითხავი როგორ გინდა ისე მინდა ხა ჩემი ცუდი ცხოვრებით ვიცხოვრო მაგრამ უცბად ავაზაკივით ცხონდე კარგია ხო სიტყვაზე ეს მომენტი აი სულ ყველას მოაქვს აი რა მოვიდა რომელიღაცა მოციქული რო შეცდა აი ნახე აი ეს მაგალითად მოყავთ ხოლმე იმიტომ რომ თვითონ არ ცხოვრობენ წმინდა წესით და უნდათ რომ თავისივე მაგალითად იქციონ ვიღაც რომელიც შეცდა მე რა მოხდა ის კარგად ცხოვრობდა მაგრამ ზატო რა მოვიდა ეს მომენტი აქვთ ხოლმე მამო თუ შეიძლება მამო თავის ეგოიზმის გასასამართლებლად ხო ადამიანის რატომ ხდება ხოლმე მამო ადამიანი რაღაცა სულ სწრაფი ამ მომენტში აი გულის ტკივილით მეც ესე ვარ ჩემ თავზე გელაპარაკებთ ხა ჩათვალეთ რა იმიტომ აი რაღაცა ისეთი მამები არ იციან ვინც აი მთელი ცხოვრება დაიბადა და რაღაც წმინდად იცხოვრა აი ეს არ უნდათ მაგალითად უნდათ ვიღაცა უცბად 5 წამში რაღაცა შემთხვევით რაღაცით ცხონდა ხო სიტყვა შემთხვევით არაფერი არ ხდება აი სიტყვაზე ღმერთის დიდი მოწყალებით რაღაც აი რატომ ხდება ხოლმე მამო საქართველოში და აი რაღაცა ადამიანებს ეს რაღაცა უნდათ რა ეს ამ წესით რა ვიცი თავის გამართლება სიტყვაზე რომ არ დადიანის ეკლესიაში თუნდაც არ ეზიარებია რაღაცა და უცბად უნდა 64 ყველას უნდა, მაგრამ ცხოვრება წესი მართალი ცხოვრებისა არავის არ უნდა. რაღაც სექტანტების ბივით ვართ და უცბად გამართლებულზე გვინდა რაღაცა შევეპაროთ ამ ყველაფერს ღმერთთან რა ვიცი. ავაზაკის შემთხვევაში არის ესეთი საინტერესო მომენტი რომ როცა ადამიანი ფიქრობს აი ხშირად მეც მომისმენია და არის ესეთი აზრი რომ აი ავაზაკი ვიცით რომ ბოლოს ცხონდა ხო რაღაც ბოლო წამებში. მაგრამ ღვთისმშობელთან დაკავშირებულ ამბავზე ხო? ხო ცხონდა და მაგრამ ავაზაკთან საინტერესო ის არის რომ ავაზაკმა როგორც კი ქრისტეს შეხვდა ავაზაკი და როგორც კი ქრისტეს მოусმინა, ის იქვეღებულობს ქრისტეს. ის იქვეუბნება ქრისტეს, რომ აი შენთან ერთად მინდა, აი მაცხონე, მომიხსენე. და საინტერესო ის შეხვდა თუ არა ქრისტე უნდა. და როდესაც ადამიანი უკვე ამბობს იმას, აი დღეს რომ აი ავაზაკი რო ქრისტეს შეხვდა, ხო და ესე ფიქრობს აი ბოლო წამს მეცის კი მაგრამ შენ რო ამას ამბობ ესე იგი უკვე შეხვდი, უკვე იცი ხო ქრისტეს შესახებ იცი და მაშინ დღესვე უნდა დაიწყო ის მოქმედება და დღესვე უნდა ისე იფიქრო როგორც იმ ბოლო წამში ავაზაკმა ისე იფიქრა. აქედან გამომდინარე თუ შენ დღეს მოისმინე, აი არ იცოდი არაფერი და მოისმინე ავაზაკის შესახებ რომ ეს ადამიანი ესე ჯვარზე ქრისტეს შეხვდა და ქრისტეს პატიება თხოვა და უნდა რომ ქრისტე ის მოიხსენოს და ქრისტესაც ის იმ დღესვე შეყავს 60-ში, ამას რომ მოისმენ, მაშინ შენც
ისე უნდა გააკეთო როგორც იმ ავაზაკმა, ანუ შენ დღესვე უნდა შეცვალო ცხოვრება. მაგრამ თუ შენ ისე აკეთებ და ფიქრობ, რომ აი ბოლო წუთს მეც ესე ბოლო წამებში ავაზაკივით ვთხოვ ღმერთს, ეს უკვე ავაზაკივით თხოვნა არ არის. ეს უკვე საერთოდ სხვა მდგომარეობა, იმიტომ რომ ის შეხვდა და ეგრევე მიიღო და შენ უკვე შეხვდი და არ ღებულობ. ამიტომ ის გზა არ არის, ეს უკვე საერთოდ სხვა გზა არის და აქედან გამომდინარე, ვისაც უნდა ავაზაკს მიემსგავსოს და ვისაც ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს შესახებ ვინც მოისმინა, ის იმ დღიდანვე უკვე ქრისტიანი უნდა გახდეს და იმ დღიდანვე უკვე ქრისტეს უნდა გაყვეს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო ესეთი ლამაზი მაგალითისათვის და თუ შეიძლება მოვა აი ამასთან დაკავშირებით მინდა კიდე რომ აი მობილური არის კიდე ერთ შემოიყვან ზარები არ წყდება და თემას არ გაცდეთ ძალიან გთხოვთ გისმენთ? ალო, ბატონო გიორგი, გამარჯობა, გენერალე, ძალიან მიყვარხარ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან საყვარელი ხარ და მამაო დამლოცე თუ შეიძლება. საყვარელი. გაიხარით, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რაღაც გაგვამხნევეთ ძალიან და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. მამაო, თუ შეიძლება, მამაო, იმასთან დაკავშირებით კიდე, აი, სულ ყოველ მამაო, აი, ადამიანებს თვითონ აქვთ ის დამოკიდებულება, რომ რაღაცა ეს სიტყვაზე უნდათ, რომ სიტყვაზე რაღაცა მატერიალურ ამბავში ვინც ეხმარება, იქ ვიღაცა რაღაცას გამოიგონებს კიდე რომ აი ხა ის ჩამოვიდა რაღაცა აი ეს დაგეხმარება იმაში რა ქვია, რაღაცა იმაში და აი ამაზე აი ამისკენ მივიღწვით. და აი თითქოს რაღაცა აი ჩხიბავებს დავემსგავსეთ რა ბოდიშვიხდი ბჭყალებში. აი სადღაც აი რომელიღაცა იმაზე ქაღალდია ნადები და წავალთ ყველა აი რაღაცა იმასვე მოვივლით რაღაცა 1000 რიგები ისინი მოვდივართ ისე იმ საქმეს განვაგრძოთ. აი თუ შეიძლება აი მასთან დაკავშირებით მამო მაინც რატო გვინდა ხოლმე სხვის ხადზე ცხოვრება. აქ შედარებით ისე ვთქვათ აი როდესაც წმინდანის მიმართებაში ლოცულობ და მას მატერიალურს თხოვ და არ თხოვ ზეციურს, აქ შეიძლება ესეთი მაგალითი ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ ადამიანი პატიმარი, რომელიც თავისუფლებაში მყოფ ადამიანს თხოვს იმას, რომ ის შეეწიოს მას, რომ ის კიდევ დიდი ხნით დარჩეს საპატიმროში. ეს ხო არასწორი დამოკიდებულებაა. პირიქით თავისუფლებაში მყოფ ადამიანს პატიმარი თხოვს იმას, რომ შეიძლება დაეხმაროს იმაში, რომ თავისუფლებისკენ გაიყვანოს ეს ადამიანი და არა იმაში, რომ პატიმრობაში მას დრო გაუგრძელდეს და ეს პატიმარი დიდი ხნით პატიმრად დარჩეს. აი ესეთი განცდა და ესეთი ხედვა აქვს ადამიანს, რომელიც წმინდას მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურს და მიწიერს თხოვს. ეს არის ადამიანი, რომელიც მიწაში ჩაკეტილი, ანუ აი ამ სამყაროში ესე ვთქვათ, აი ამ დიდ საპატიმროში ჩაკეტილი ადამიანები უკვე ზეცაში მყოფ წმინდანებს, ამ თავისუფლებაში მყოფ წმინდანებს ვევედრებით იმას, რომ აქ დიდი ხნით ვიყოთ და აქ დაგვეხმარონ და არა და პირიქით უნდა ლოცულობდეთ, პირიქით იმას უნდა ვევედრებოდეთ, რომ დაგვეხმარონ იმაში და გვიშუამდგომლონ ღმერთთან, რომ ღმერთი შეგვეწიოს ჩვენ მათი ლოცვით, რომ ჩვენც დავინახოთ ის მარადისობა, ის თავისუფლება და რაც შეიძლება მეტად მივისწრაფოდეთ იმ თავისუფლებისკენ, რომელ თავისუფლებაშიც წმინდანები ცხოვრობენ და საერთოდ როცა წმინდანებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ წმინდანების მდგომარეობა რა იყო, როგორები არიან საერთოდ წმინდანები. ჩვენ ვიცით ბიბლიიდან, რომ აი სახარებიდან, წმინდა წერილიდან, რომ წმინდანები ხედავდნენ წარსულსაც, მომავალსაც, ამასთანავე ადამიანის გულისთქმებს, ადამიანების აზრებს ხედავდნენ და ეს ხედავდნენ იმით, რომ თვითონ იმდენად მიაახლენ ღმერთს, რომ ღვთის ძალით მათ ჰქონდათ უნარი, ძალა იმის, რომ ეს ყველაფერი დაენახათ. აი არის ერთი იგავი სახარებაში და ეს იგავი კარგად ამბობს, აი რაზეც ახლა ვთქვი, ამის შინაარს, როდესაც აბრაამი დაინახავს მდიდარი და ლაზარეს იგავია, როდესაც მდიდარი გარდაიცვლება და ჯოჯოხეთში წავა და ლაზარე აბრაამის წიაღშია, მაშინ მდიდარი ლოცულობს ესეთი იმით და აბრაამს ევედრება, რომ მოულინოს მას ლაზარე და წყალი მიართვას. და აბრაამი ეუბნება, რომ და აბრაამი ისმენს ამ დიდრის სიტყვებს. ეს იმას ნიშნავს, აბრაამის წიაღში მყოფი აბრაამი, ეს წმინდა ადამიანი ისმენდა და ესმოდა ჯოჯოხეთში მყოფი მდიდრის მდგომარეობა, ანუ მისი სიტყვა ესმოდა. მეორე არის ის, რომ ამის შემდეგ არის, რომ მდიდარი ეუბნება აბრაამს, რომ მიავლინეო, ანუ აქედან ლაზარე, რომ მივიდესო ჩემ ძმებთან და უთხრასო, რომ არ მოიქცნენო, ანუ აქ რაც ხდება, ეს რო უთხრასო და ცუდად მოიცხოვრებენო, ესეთი აზრით რო ვთქვა, შინაარსობრივად და მაშინ ეუბნება აბრაამი, რომ მაგათ ყავთო მოსე და წინასწარმეტყველები და მაგათ უსმინონო. ამითაც ის არის ნაჩვენები, რომ აბრაამი
დროის მიხედვით უფრო ადრე ცხოვრობდა ვიდრე მოსე და წინასწარმეტყველები. ისინი შემდეგ ცხოვრობდნენ და ანუ ა ブラ ამმა უკვე რომლის წინ კი არ ცხოვრობდნენ მოსე და წინას არამედ მის შემდეგ. ა ブラ ამმა იცის მის შემდეგ მცხოვრები მოსე და წინასწარმეტყველები რას ამბობდნენ. ესეც იმას ნიშნავს, რომ აი წმინდანი ხედავს დროს, წინაც და უკანაც. მეორე მაგალითიც არის ესეთი, რომ როდესაც აი იერემია წინასწარმეტყველის წიგნშია იერემია ევედრება ღმერთს, რომ ღმერთმა იხსნას იუდეველები დიდი გასაჭირისგან და ღმერთი ეუბნება ესეთ რამეს, რომ თვით მოსეს და სამუელსაც არ მოусმენო. და ამით ღმერთი იმას ამბობს, რომ მოსე და სამუელსაც არ მოусმენ, ეს იმას ნიშნავს, ესე იგი მოსე და სამუელი და იქაური წმინდანები ლოცულობენ. და ამითაც განცხადდა ის, რომ წმინდანთა ლოცვა ესმის ღმერთს და ისმენს, ანუ წმინდანები ლოცულობენ ჩვენს გამო და როდესაც ესეთი დიდი წმინდანები ყავს, მეოხები ღვთის წინაშე და გვეხმარებიან და მათ ესმით დროც, წარსულიც და მომავალიც, რა თქმა უნდა, ესეთ დროს ჩვენც უნდა გაგვიჩნდეს სურვილი იმის, რომ ესეთი წმინდა ადამიანები გავხდეთ. აი საქმე მოციქულთაში არის კიდევ ერთი მომენტი, როდესაც პეტრე მოციქულთან მიდის ანანია, რომელმაც თავისი ყანა გაყიდა და მიაქ შესაწირავი და იქ ატყუებს პეტრეს. პეტრე მოციქულს და პეტრე ეუბნება, რატომ იცრუეო, რატომ იტყუებიო? და პეტრემ ანუ დაინახა ის რომ იტყუებოდა, პეტრე მისი გულისხმები, მისი აზრები დაინახა და წმინდანები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ადამიანების აზრებს ხედავენ და რომლებიც მუდმივად ცდილობენ იმას და მთელი მათი ლოცვის აზრი ის არის, რომ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვეხმარონ და ღვთის წინაშე გვეშუამდგომლონ. აი მოსესთან მიმართებაში არის ერთი კარგი მაგალითი, აი თუ წმინდანი როგორ შუამდგომლობს ჩვენსა და ღმერთს შორის. როდესაც მოსე მთაზე ავიდა და 40 დღე ღმერთს ესაუბრება და ღმერთს პირისპირ ესაუბრება და ღვთის სიტყვას ისმენს, ამ დროს ებრაელი ერი, რომელიც მთის ძირში დგას, კერპს თაყვანსცემენ, ხბოს კერპის შექმნეს და ღმერთი განრისხდება ამ კერპის გამო და ეუბნება მოსეს, რომ შეუმუსრავო მთელ ამ ერსო, რომელმაც ესეთი საძაგელი ცოდვა ჩაიდინაო და მოსე ევედრება ღმერთს და ეუბნება, რომ ღმერთო ნუ იზამო ამასო, გაიხსენეო ა ブラ ამს, რომ აღთქმა მიეციო და ესეთი მოსეს დიდი ლოცვით ღმერთმა განგება შეცვალა და ამის შემდეგ ჩამოდის მოსე მთიდან და შემდეგ უკვე მოსე მოქმედებს და საინტერესო ის არის, რომ ღმერთის სამართლიანობა ზუსტად ის არის, რომ თუ ვინმე არასწორად იქცევა, რომ სამართლიანობის საზღვრებში შედის, რა თქმა უნდა ის, რომ ღვთის სამართლიანობის საზღვრებში ის დასაჯოს, მაგრამ ამასთანავე ღვთის სამართლიანობის საზღვრებში შედის ისიც, რომ ღმერთმა თავის მეგობარს მოусმინოს. და როცა მოსე ლოცულობდა და ესეთი დიდი ადამიანი ლოცულობდა, მისი მეგობარი, რომელმაც მთელი ცხოვრება ღმერთს დაუთმო, ღმერთმა ამ დროს მოსეს მოусმინა. ამიტომ წმინდანების მიმართებაში როცა განცდა რომ შეგვეწიონ და ილოცონ ჩვენს გამო, რა თქმა უნდა დიდად შეგვეწევიან და ესეთი მაგალითი რო თქვა, ესენი არიან აი მეფის მეგობრები. რო წარმოვიდგინოთ, რომ მეფე, რომელთანაც უბრალოდ ისე ადამიანი მარტივად ვერ მიდის და ამ დროს ყავს მას ისეთი დიდი მეგობარი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება რომ ამ მეგობარმა, მეფის მეგობარმა მეფეს შეგვახვედროს. და ამ დროს მეფესთან, ამ მეგობართან მივდივოთ, იმიტომ რომ უფრო ადვილია მიხვიდე მეგობართან, მეფის მეგობართან, ვიდრე მეფესთან და თხოვ ამ მეგობარს რომ გიშუამდგომლოს და მეფესთან შეგახვედროს. აი ესევე წმინდანები ეს არიან ღმერთის მეგობრები და ამ ღმერთის მეგობრებთან უნდა ქონდეს განსაკუთრებული კავშირი, იმიტომ რომ ღმერთს ამათმა შეგვახვედრო. ძალიან დიდი მადლობა. ერთი მობილურიც მივიღოთ, თემას უბრალოდ არ გასცეთ, გისმენთ? აი გაითიშა სამწუხაროდ. მამო, თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით, მე ხა მქონდა ეს რაღაცა მთელი რაღაც ის კითხვები მქონდა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მამო აი ამ ყველაფრით სარგებლობს, იმიტომ ამბობდი, რომ წეხა რაღაცა სიწმინდეებთან ამასთან დამოკიდებულება, რაღაცა ცოტა სიფრთხილეს, იმიტომ მოითხოვს თქო, რომ რაღაცნაირად იმიტომ არ მინდა იმ ადამიანებსაც გული ვატკინო, ვისაც ამის ძალიან ისე სხვანაირად წამს, მაგრამ არიან ადამიანები, სადღაც ვიღაცა დედაო არის, კურნავს ვითომ რაღაცებს, სადღაც ვიღაც მამაო, რაღაცა ისე ჩამოყალიბებული
მოკიდებული სექტებს დავარქმევ თუ შეიძლება ხო იქ არ მინახა დავასახელო ახლო იციან ყველას გაუგიათ ალბათ დედები ისინი რომლებიც კითხულობენ რაღაც ამ მატერიალური რაღაც წარმატების ლოცვებს იქ ვიღაცა კითხულობს ვითომ რაღაცა უშვილობის ლოცვებს ვიღაცა რაღაცას კითხულობს მამაო და ამ ადამიანებს აი რაღაცა სულ მახეში და იმაში ამყოფებენ ხოლმე და ეს ადამიანები არიან ამაზე დამოკიდებული ესენი მე დგებიან და თე რაღაცა თავისი ბოლო რაღაცა კაპიკები ექნება თუ რაღაცა ამათ წირავენ მატერიალური რაღაცის გამო კიდე შესაწირს ართმევს ვიღაცა გაჭირებული მიდის და კიდე წარმოგიდგენთ რაღაც სეანსებს უტარებენ და რაღაც აი აბსურდის თეატრს უდგავენ და ამ ადამიანებს რაღაცა გაუგნებულები უსმენენ ეს ხალხი სხვათა შორის ბოროტიც რაღაცას მე ეხმარება სხვანაირად და სხვანაირად ხდება ხოლმე ყველაფერი აი თუ შეიძლება მამო აი ამ ადამიანს ბევრი სარგებლობს იმ ადამიანებით ვისაც ამ ყველაფრის წამთ ეხა თქვენც გაგიგიათ ხო ძალიან ბევრი ხო აი მასა დაკავშირებით იქ ვიღაცას სახში ვითომ გამოცხადება ქონდა მოხაზავს რაღაცა კედელს შესაწირს დადებს და 200,000 კაცი მიდის ლოცულობს რაღაცა ეს რაღაცები ხდება ხოლმე აი თუ შეიძლება აი მასა დაკავშირებით იმიტომ ეს ხდება ყველაფერი ეკლესიის გარეთ და ჩვენ ეკლესია ესეთი რაღაცნაირად ისე ვართ ხოლმე რომ რაღაცა ყველას არსჯის ეკლესია რაღაცა და ამით სარგებლობენ ისინი ვინც არისჯებიან და ხალხსაც გონია რომ ჩვენ გვეკუთვნის ეს და მაგიტომ უფრო მინდა რომ აუხსნა რა ამ ადამიანს იმიტომ ვიღა ჯადოქრებთან და მკითხაობებთან დადიან და ისინი იყენებენ იქ შედიან როგორ ხატები უდევს გეუნება იქ რაღაცა და აი ეს მომენტი მამო თუ შეიძლება რომ აუხსნათ იმიტომ ძალიან მეწოდება ის მოტყუებული ადამიანები რომლებიც აი ეს საცოდავად ზოგი აქედან გულში დადის ზოგი წყნეთში ვიღაც დედაოაო იქ სადღაც ვიღაცა მამაო არში აი არ ვიცი მე ხა თუ შეიძლება თუ აუხსნით მამო ამ ყველაფერს რა ამ საუბრიდან გამომდინარე მე გამახსენდა ერთი ესეთი პატერიკია ერთხელ ფებაითის უდაბნოში შეიკრიბნენო ბერები ანტონიდიდან და საუბრობდნენ იმაზე თუ რომელი სათნოება იყო ყველაზე დიდი სათნოება ზოგმა თქვა ლოცვა დიდი სათნოება მეორე თქვა მორჩილება მესამემ დაყუდება მეოთხე მარხვა და ამ დროს ანტონი დიდი ამბობს რომ ბევრი მინახავს რომელიც ლოცულობდა მაგრამ გზასაცდა ბევრი მინახავს რომელიც უდაბნოში მარტო მყოფი იყო მაგრამ გზასაცდა ბევრი მინახავს მარხველი ესეთი ასკეტი რომელიც გზასაცდა მაგრამ არავინ მინახავს ისეთი რომელიც იყო კეთილგონიერი და გზასაცდა ამით ანტონი დიდმა ის თქვა რომ კარგია ლოცვაც მარხვაც ნებისმიერი სხვა სათნოებაც ესეთი ცხოვრება წესი ცხოვრების მაგრამ აუცილებელია რომ ამ დროს ადამიანს კონდეს კეთილგონიერება ანუ გონიერი განსჯა ადამიანმა იცოდეს თუ ეს ყველაფერი რატო ხდება და რისთვის ხდება როდესაც მიდიხარ მოძღვართან როდესაც მიდიხარ ტაძარში როდესაც მიდიხარ მონასტერში აუცილებლად ერთადერთი რისთვისაც უნდა მიდიოდე ეს არის ის თუ რამდენად გაიგებ და რამდენად მოისმენ იქ ჭეშმარიტ სიტყვას და რამდენად გაზიარებს ის მოძღვარი ჭეშმარიტებას აი ეს არის მთავარი და არ არის მთავარი ის თუ ხორციელად ვინ როგორ განიკურნება და მატერიალურად ვინ როგორ ბედნიერი იქნება იმიტომ რომ ის მატერიალური და ის ხორციელი რაც შენ მოგეცემა ის შენ ერთი დღე იქნება მაინც აგერთმა აი როგორც თქვი ბრმა რომელიც ქრისტემ განკურნა ის ბრმა მაინც დაბრმავდა ლაზარე რომელიც ქრისტემ კუდრეთი დაღადგინა ის ლაზარე მაინც მოკვდა მაგრამ ის სული რომელმა სულმაც მოახერხა ქრისტეს აზრის წვდომა და ქრისტეს ჭეშმარიტების გაგება აი სულმა მოიპოვა მარადისობა და მარადისობაში თავისთავად მეორე მოსვლის შემდეგ როცა ის აღსგება თავის ხეულსაც შეიმოსავს უნებელს მაგრამ თავარი ამ მომენტ ამ დროს ის არის რომ კონდეს ეს კეთილგონიერება და კარგად გამოვიკულიოთ და კარგად გამოვიძიოთ ის თუ რატო მივდივართ ჩვენ მოძღვართან და რატო მივდივართ ნებისმიერ პიროვნებასთან და რას ვითხოვთ მისგან თუ მხოლოდ მატერიალურს ვითხოვთ და ისიც მხოლოდ თუ მატერიალურს გვაძლევს მაშინ ესე დროს კავშირი არის არაღვთიური მე ხა გამახსენდა მაქსიმე ამხსარებლის სიტყვა აქ ესეთი სიტყვა სიყვარულის შესახებ და ამბობს სამგვარ სიყვარულს და ესეთ რამეს ამბობს რომ პირველი არის სიყვარული როდესაც ადამიანს გიყვარდება ღვთიური ღვთაებრივი გიყვარდება ზეცა გიყვარდება მარადისობა გიყვარდება ღვთის მოძღვრება გიყვარდება სათნოებები ეს არის საქები მეორე არის სიყვარული როდესაც ადამიანს უყვარდება დიდება პატივი ვერცხლი ის ადამიანები უყვარდება რომლებისგანაც რაღაც ანგარებით ღებულობს რაღაც მიწიერს ეს არის უკვე
ცუდი, ანუ ეს არ არის უკვე საქები და მესამე არის, როდესაც ადამიანს უყვარდება, ანუ ბუნებრივი სიყვარულია, როდესაც დედაშვილი უყვარდება, შვილს დედა უყვარდება, ესეთი სიყვარული მაქსიმი აღსარებელი ამბობს, რომ არის ნეიტრალური. ეს არ არის არც საძაგელი და არც საგინებელი. ეს არის ესეთი ბუნებრივი და ღვთიური სიყვარული არის მხოლოდ და მხოლოდ ზეციური ჭეშმარიტების და მარადისობის სიყვარული. და ეს უნდა ვეძებოთ ნებისმიერ მოძღვარში და ამას უნდა გვაძლევდეს ნებისმიერი მოძღვარი. ძალიან დიდი მადლობა მამო, არ მაცდიან, იქიდან მიწერენ, რომ დრო გავიდაო და არ დამაცეს ძალიან სამწუხაროდ არ დამაცადეს და აი ერთი ზარს მინდა უპასუხო მეორეთ მოსვლასთან დაკავშირებით, ეხლა გამახსენდა ბასილი კესარიელს აქვს ძალიან ბევრი რამოდენიმე განმარტება აქვს უბრალოდ და შეგიძლიათ იქ წაიკითხოთ. ეხლა სამწუხაროდ გავიდა მამაო დრო იმ სამშაბათ საღამოს 9:00 დაგიმუნდებით. ამ თემასთან დაკავშირებით მე მოგიწევთ აუცილებლად მამაო თუ ისაუბრებთ, დიდ მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის. გემშვიდობებით იქითა სამშაბათამდე საღამოს 9:00-ზე მამა ილია ყავდა სტუმრად არქიმანდრიტი თოლორაია, მე გახდით გიორგი დარასელია, საღამოს 9:00-ზე სამშაბათს დაგიმუნდებით. კარგად